დილა მშვიდობის, უფრო სწორედ შუადღე მშვიდობის. ახლა მივდივარ მაღაზიაში. ეს არის ხედი ჩემს სახლთან. თაწმინდაც მოჩანს. ხო, ახლა მივდივარ მაღაზიაში, იმიტომ რომ ყავა არ მაქვს და მე ყავის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. სიცოცხლე არსებობა. აქვე ახლოს ჩემთან არის მხოლოდ ერთი მაღაზია და იმედი მაქვს, რომ ეგ მაღაზია ღია იქნება. ღია კი არა და ყავა ექნებათ იმედი მაქვს ნალექიანი, იმიტომ რომ არა აქვთ ხოლმე. გამწვანებულია ყველაფერი. ესე იგი, ამ მაღაზიაში პირველად რო წავედი, იყო ღამე. და არის ძალიან ვიწრო გზა, ვიწრო გასასვლელი, ანუ კედლებს შორის არის ვიწრო გასასვლელი და ვაიმე ისე შემეშინდა. ვერ ვიტან ამ სივიწროეს. გაჩვენებთ ახლა რო ჩავალ როგორი ვიწრო გზაა გასასვლელი. ეს ნახეთ. გაყვავილებულა. აი აქ ჩავდივარ ხოლმე მოკლეზე. ესე კიბეებით. ეხლა გაჩვენებთ იმ მოკლე გასასვლელს, რომლისიც მეშინოდა ხოლმე. ხო, ძალიან ვიწროც არ არის, მაგრამ მეშინია სივიწროვის და რა გავაკეთო. და ღამე რო გადიხარ. აი ნახეთ რა ვიწრო გზაა. აი კედლებს შორის ესეთი ვიწრო გზა. რომელიღაც ქვეყანაში არის, სუსტად არ მახსოვს. ძალიან ვიწრო გასასვლელი, ისეთი ვიწრო გასასვლელია, რომ შუქნიშანი აყენია. ტურისტები ჩადიან ხოლმე ხშირად. აი საქართველოშიც გვაქვს ეგეთი ვიწრო გზა. ვიწრო გასასვლელი. და აი აქ ღამე რო ჩავდივარ ხოლმე და რო ბნელა, იქ ხო ხედავთ რაღაცა ის რო აყენია. დენების 4 კუთხედი რაღაც. რამდენჯერ გადავრჩი იმაზე თავის მირტყმას. ანუ სიბნელეში რო არ მოჩანს, რამდენჯერ თავი კინაღამ მივარტყი. აქვე არის მაღაზია, შევალ ახლა და იმედია ჩემთვის მოსაწონი ყავა ექნებათ. მოვედი, ვიყიდე ყავა. ესე იგი 4:17 წუთია და მაინც დილა მშვიდობისათი მოგესალმეთ თუ არ ვწდები. ესე იგი ვიყავი მაღაზიაში და ყავა არ ქონდათ, ანუ ადრე ქონდათ, ძალიან მომწონდა ეგ მაღაზია, იმიტომ რომ მოწესრიგებული იყო იმ მხრივ, რომ ფასებიც ყველაფერს ედო, როგორც ქსელურ მაღაზიებშია აქციები, ეგეთი სააქციო ფასებიც ედო, არადა ჩვეულებრივი მაღაზია, არანაირი ქსელური. და ესა ნალექიან ყავასაც მან ტყიდულობდი, იმას დაბქულს ყიდიდნენ. ხო და ეხლა უკვე ამ ბოლო დროს აღარაფერი აღარ აქვთ. არ ქონდათ არც ნალექიანი, არც უნალექო ყავა, უნალექო ქონდათ რაღაცა დიდი, რომელიც ღირდა 13 ლარი და ნალექიანი ქონდათ, რომელი იცით, ადრე თუ გახსოვთ დედიკომ რო გამომიგზავნა იტალიიდან ესე შეკვრებში იტალიური ყავა, ძალიან 4 კუთხედი ფორმა რო ქონდა და ძალიან ის რო იყო, რა ქვია, მოსახარში ყავა რაღაცა, ეგეთი იყო 13 ლარი ღირდა მე მგონი და ეხლა 13 ლარს მაგაში მართლა არ გადავიხდიდი. ნუ ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ იმდენად მინდოდა ყავა, ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ 13 ლარს მაგაში არ გადავიხდიდი. ხო და აქვე არის კიბეებზე რო ჩავდიოდი რო გაჩვენეთ, მან კიბეების წინ არის პატარა მაღაზია. ხო და მან ჰქონდათ ესე ვთქვათ ასაწონი ყავა და ვიყიდე 3 ლარის. ოღონდ იმდენად ცოტა ჩამიყარა, რომ მართლა მე შემრცხვა, ანუ მე ძირითადად სულ ყიდულობ ხოლმე ასაწონ ყავას და ძალიან ცოტა ჩამიყარა მართლა, ანუ 5 მოდუღება, მეტი არ არის. და ესა ბარათით გადავიხადე 3 და 10 ჩამომაჭრა ბარათიდან. მაგრამ ყავა ისე მინდოდა, ძალიან მეზარებოდა, ეხლა ქვემოთ ჩასვლა. ქვემოთ არის მოკლედ ის რა ქვია, ლიბრე და სპარი. ძალიან მეზარებოდა, ეხლა მანდ დაბლა ჩასვლა და
აგერ ვიყიდე ყავა, ოღონდ დამელია ყავა ისე მინდოდა. ესე იგი რა გაჩეჩილი ვარ, გუშინ თავი დავიბანე და სამარცხელმაც ვერ მიშველა, ისეთი გაპუტული ვარ. თმის შეჭრა მინდა დაბალზე. ანუ ბავშვობაში მქონდა ეს ატეხილი გრძელი თმები. ანუ მთელი ბავშვობა, რა ვიცი, სულ მეხვეწებოდნენ თმა შეიჭერიო, ძველ მაყურებლებს გემახსოვრებათ ესეთი ის მქონდა, რა ქვია. თან ძალიან სქელი თმა მაქვს და თან ესე რომ ბოლოები მოხვეული მქონდა. ვაი, მე ხარ რო ვიხსენებ გული მერევა. ანუ ძალიან მიყვარდა ბავშვობაში გძელი თმები და სულ გძელ თმებს ვატარებდი და ეს ამ სისქე თმებით გაბურძგნული დავდიოდი და ეხლა მივხვდი რომ მოკლე თმა ესე აქ აპარსული და აქ ოდნავ მაღალზე ეგეთი თმა მიხდება. მაგრამ სადმე კაი იმაში მინდა შევიჭრა თმა ბარბერშოპში. თორე ისე გაჩეჩილი ვარ მოკლედ. ესე იგი დღეს ვისვენებ სამსახურიდან და ზოგადად დასვენების დღე რომ მომიახლოვდებოდა, ყოველთვის გეგმავდი ძალიან ბევრ რამეს. აბა სახლს დავალაგებ, იქ საყიდლებზე წავალ, იქ გავალ, აქ გავალ, ძალიან ბევრ რამეს გეგმავდი ხოლმე დასვენების დღეს და წინა დავისვენე წინა კვირაში პარასკევს და მართლა მთელი დღე დავდიოდი. მთელი დღე ჯერ საყიდლებზე ვიყავი, ტანსაცმელები ვითომ რაღაცა ვიყიდე. მთელი დღე ვიარე 2 მაიკის გამო და 1 ფეხსაცმლის გამო. მერე სამებაში ვიყავი, ძალიან საოცრება, იქაურობა დაახლოებით 1 საათი გავჩერდი და რომ მოვდიოდი ისეთი საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, რომ ძალიან სასწაულია მოკლედ სამების ტაძარი. და იქაური ესე ვთქვათ სიჩუმე და სიწყნარე, სიმშვიდე არის საოცრება. ხო და დღეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ბაჩო, დასვენების დღე უნდა იყოს დასვენების დღე. მართლა ძალიან მღლის სამსახური და ფაქტიურად ვერც მძინავს ხოლმე გემრიელად. თვალებზეც მეტყობა, რომ ახალი გაღვიძებული ვარ. ხო და გუშინ და დღეს ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მოდი დასვენების დღეს არ დაგეგმო არაფერი, უბრალოდ გემრიელად გამოიძინე. ხო და ესე პირველ საათამდე 2:30-მდე მეძინა და მართლა ისე გემრიელად გამოვიძინე, რომ მე მგონი დასვენებული ვარ. მაგრამ ეხლა მაინც დავიწყე რაღაცეების დაგეგმა. ჭურჭელი მინდა დავრეცხო, სამზარეულოს კუთხე დავალაგო და მერე მინდა ისევ სადმე გასვლა. ან მთაწმინდაზე ავალ, ან სამებაში წავალ, ან ორივე. და კიდევ ნახე, ისა ძალიან კაი მაღაზია, კაი ჯინსები იყიდება დაბალ ფასში. აქ არის სადღაც სადგურის მოედანზე. ხო და მანდაც მინდა შეიძლება ერთი ჯინსი ვიყიდო. ცალკე დედაჩემმა მიყიდა იტალიაში ისეთი კაი ჯინსები, მაჩვენა მომეწონა მართლა. ხო და დედაჩემიც მიგზავნის რაღაც ტანსაცმელებს. ესე იგი ისეთი კარგი ამინდები იყო, ვიფიქრე, რომ ეხლა ეს ვიყიდე, რა ქვია, სარეცხის სითხე. მეთქი ეხლა ამ ზამთრის თბილ ტანსაცმელებს დავრეცხავ, დავკეცავ და ზედათაროზე შევალაგებ თქო და ქვედათაროზე, ქვედა კარადაში მარტო იმ ტანსაცმელს შევალაგებ თქო, რასაც ვიცმევ თქო რა, რასაც ზაფხულში ჩავიცმევ თქო. ხო და ესე იგი ისეთი ცივი და გრილი ამინდები წამოვიდა, რომ ისევ დაუბრუნდი კურტკას და ჰუდებს. აღდგომის პერიოდში ყოველთვის ეგრე იცოდე, რავი, მე რაც მახსოვს, სოფელში ჩვენთან ეგრე იყო, რომ აღდგომას ყოველთვის წვიმდა და ყოველთვის ტალახები იყო. რა უცებ გადის დრო. შარშან ამ თემას არ მინდოდა შევხებოდი, იმიტომ რომ
ჩემთვის და ყველასთვის ძალიან ისეთი მტკივნეული თემაა, რომ შარშან ამ პერიოდში ჩვენს სანათესაოში მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია. ჩემი ბიძაშვილი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თავისი ოჯახის გამო იყო გერმანიაში წასული და მუშაობდა, დაიღუპა ავარიით და არ მინდა იმის უბრალოდ გახსენება არ მინდა იმ პერიოდის, იმიტომ რომ რომ ახსენდება იქ კედელზე აყუდებული რომ ვიდექი და რომ ვტიროდი, იმდენად ცუდად გავხდი, რომ მაღლა ავედი უბრალოდ, რომ ჩემი თავი მე თვითონვე დამემშვიდებინა და არავის არ ენახა ჩემი ცუდად ყოფნა. ძალიან ცუდად ვიყავი, გული როგორ აგიხსნათ არც ვიცი. მოკლედ არ მინდა რა მაგ თემაზე საუბარი და ეს ერთი წელიც ისე უცებ მიიწურა, რომ არ ვიცი, ძალიან მალე გადის დრო და მე დღეს მომიწია დასვენება. ხო და წლის თავზე არ ვიცი როგორც მოვახერხებ თუ მთელი დღე არ მომიწია სამსახურში მუშაობა, გავალ აუცილებლად დილას. საფლავზე გავალ და საღამოს რა 4-ისკენ დავბრუნდები ისევ სამსახურში. თუ მთელი დღე ვიყავი, რა ვქნა, ვერ მოვახერხებ ვერანაირად გასვლას. ძალიან რთულია, ყველაზე მეტად რთული ოჯახის წევრებისთვის არა. მე საფლავეზე როა ლექსი ხო იცით? იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდებაო, ამ ლექსს არასოდეს არ ვეთანხმებოდი რა. იმიტომ რომ რეალურად ძვირფასი ადამიანი, როდესაც ძვირფას ადამიანს კარგავ, მთელი ცხოვრება გაქვს რაღაც დანაკლისი. რეალურად იმ წუთში როგორ გითხრათ ახლა? მთელი ცხოვრება ცხოვრობთ იმ დიდი ტკივილით. ჩვენ უბრალოდ ვეჩვევით. იმიტომ რომ ეს ცხოვრების წესია, რომ ყველა ადამიანი, ესე ვთქვათ, ცხოვრებაში ყველა ადამიანს გვიწევს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა პრობლემებთან შეგუება. და ეს ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი ტკივილი, რაც არის ძვირფასი ადამიანის დაკარგვა, რავი, ცხოვრებაში ამ ტკივილს სამწუხაროდ ყველა ადამიანი ცდის, ესე ვთქვათ. ძალიან არ მინდოდა ამ თემის ჩაშლა და ამ თემაზე საუბარი და მაგიტო არ ვსაუბრობ ესე ვცლად, ვიკავებ თავს. სულ სხვა რაღაცეებზე მინდა საუბარი და უბრალოდ ამ თემას აღარ ჩავშლი. ხო, მოკლედ, ჩვენ უბრალოდ ვეგუებით ცოცხალი ადამიანები, ძვირფასი ადამიანის დაკარგვას. ყველაზე მეტად გვიჭირს საწყის პერიოდში, ესე ვთქვათ, და ნელ-ნელა ვეგუებით და ვეჩვევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ლექსშია ნათქვამი, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს გვავიწყდება, არ გვავიწყდება ჩვენ. უბრალოდ ის დიდი ტკივილი ნელ-ნელა სუბუქდება. იმიტომ სუბუქდება, რომ მთელი ცხოვრება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი, რომელიც დავკარგეთ, გვახსოვს და დიდი ტკივილია ჩვენში, მაგრამ უბრალოდ ვეჩვევით და ვეგუებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ
ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ხო არ ვიცით, როდის რა დაგვემართება და უბრალოდ რავი, თუნდაც ავიღოთ რაღაც პრობლემა ელემენტარული, ხო? რაღაც მოხდა, რასაც ვერ შევცვლით. ანუ დედა ეს არ უნდა გამეკეთებინაო. აი რაღაცა გააკეთე, ხო? და მე იმაზე ნერვიულობ, რომ დედა ეს არ უნდა გამეკეთებინა. ამაზე ნერვიულობას ხო უბრალოდ აზრია რა, იმიტომ რომ რაც მოხდა, იმას ვერ შეცვლი. და უბრალოდ ამაზე ესეთ ელემენტარულ რაღაცებზე ნერვიულობით ავნებ საკუთარ თავს, თორე იმ რაღაცას, რაც უკვე მოხდა, ვერ შეცვლი. თავარია შეცდომებზე ისწავლო. ხო და ყველაზე მეტად ეს მოკლედ რა ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ, კი იცით ყველამ როგორი რთულია. როდესაც შენთვის ძვირფას ადამიანს მით უმეტეს ოჯახის წევრს კარგავ, მაგრამ ყველაზე რთული რაც არის მშობლისთვის შვილის დაკარგვა. ამბობენ, რომ მშობელმა არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს. ეგრეა. სამწუხაროდ შვილებსაც ძალიან გვიჭირს მშობლების სიკვდილი. ღმერთმა დაიფაროს ჩემი ოჯახის წევრები და ღმერთმა კარგად მიმყოფოს 100 წელი ნუ გამომაცდევიოს ის ტკივილი, რაც შვილისთვის მშობლის დაკარგვას ნიშნავს. მაგრამ რეალურად ეგრეა ცხოვრების წესი აგებული, რომ ძველი თაობა უნდა მიდიოდეს და ახალი რჩებოდეს. მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან და როდესაც დედას, მამას ეღუპება შვილი, ეს მშობლისთვის არის ყველაზე დიდი ტკივილი. ღმერთმა ნურავის ნუ გამოგვაცდევიოს. აქ დავასრულებ ამ თემაზე საუბარს, აღარ გავაგრძელებ. ესე იგი, აღდგომას აუცილებლად მივდივარ ღამის თევაზე. ბავშვობაში ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული და ყველაზე მეტად ღამის თევა. ღამის 12 საათზე რო ეკლესიას სანთლებით ხელში გალობით კრუგს ვურტყავთ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიმშვიდე. და ყოველთვის, როდესაც ბავშვობაში სოფელში ვიყავი, ტელევიზორში რო ვუყურებდი ხოლმე სამებაში ღამის თევას, პირდაპირ ეთერს, ყოველთვის ფიქრობდი ხოლმე, რომ ნეტა ეხლა იქ მამყოფა თქო, ძალიან მინდოდა სამებაში დავსწრებოდი ღამის თევას. და წელს ღამის თევას დავესწრები სამებაში. ოღონდ ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს. სოფელში ვერ მივდივარ, ვერანაირად ვერ მივდივარ. მაგრამ კვირა ორ შაბათი სამსახურში დილიდან საღამომდე გადაბმა მიწევს. და ესა რა ქვია, კვირას როგორც კი 11-ზე ვკეტავ მაღაზიას, ძალიან სწრაფად უნდა გავიდე მაღაზიიდან და ეგრევე კვირას კი არა და შაბათს. ეგრევე უნდა წავიდე სამებაში და დავესწრო ღამის თევას. წელს პირველად დავესწრები სამების ტაძარში ღამის თევას და ძალიან ბედნიერი ვარ. ესე იგი, ძალიან გავზარმაცდი ხალხო, ვიცი. მარტო ვიდეოების მხრივ კი არა, მარტო ვიდეოებს რო ვდებ, ნეტა მაგ მხრივ ვიყო მარტო გაზარმაცებული. ყველანაირად ძალიან გავზარმაცდი. ყველაფერს მოუკელი. გარდა სამსახურისა. სამსახურში ვარ სულ და ეგრე არ შეიძლება. უნივერსიტეტში სიარულსაც მოვუკელი, სწავლასაც მოვუკელი, ძილსაც მოვუკელი, ყველაფერს მოვუკელი.
მაგრამ სამსახურში არ ვიცი იცით თუ არა მოლარე კონსულტანტად ხომ მუშაობდი და ზუსტად მაგ მაღაზიაში დავწინაურდი და გადავედი ადმინისტრატორად. და რა ქვია, ეხა ფიზიკური შრომა შემიძლია ვთქვა, რომ მომაკლდა. ფიზიკური შრომა ნაკლებად მიწევს, მაგრამ ძალიან რთულია ის თავიდან მით უმეტეს რა. პასუხისმგებლობა მომემატა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ფულთან გაქვს შეხება, სალაროსთან გაქვს შეხება, პროგრამასთან გაქვს შეხება და უკვე როცა მოლარე კონსულტანტი რაღაც გაურკვევლობაშია, ყოველთვის მოგმართავს შენ. იმიტომ რომ ის გაურკვევლობა და ის პრობლემა გამოასწორო, თუნდაც გაჭედა ტერმინალმა, თუნდაც რავი, მომხმარებელს რაღაცა არ მოეწონა, ყოველთვის ამაზე პასუხისმგებელი ხარ შენ. ხო და ძალიან ნერვიულობ, თან საწყის ეტაპზე ვარ, ეხა 2 კვირაა რაც დავწინაურდი, ცოტა მეტი. ხო და თავიდან მით უმეტეს ძალიან ნერვიულობდი. იმაზე რომ ვაიმე რამე არ შემეშალოს, ან არასწორად არ გავაკეთო და ეგეთ რაღაცებზე. იმიტომ რომ ოდნავ პატარა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ისა გაურკვევლობა. ხო და აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე მართლა, ეხა დღეს ვიდეოს ვამონტაჟებდი, როდინდელ ვიდეოს იცით 2 კვირის წინ ვიყავი სოფელში და ის ვიდეო არც ამიტვირთავს. დღეს ვამონტაჟებდი და უბრალოდ ვერ დავამონტაჟე მეხსიერების გამო. ხო და ჩამოუვარე ჩემს ძველ ვიდეოებს და წავშალე. და მხვდებოდა წაშლის დროს იქაური ვიდეოები, ახალი ჩამოსული რო ვარ, ავლაბარში რო ვარ, ბინაში, მაქაური ვიდეოები მხვდებოდა. და მართლა ვფიქრობ ხოლმე ხანდახან, რომ ნეტა ის мотиваცია და ის ენერგია მომცა, რაც თავიდან მქონდა თქო. ანუ რო ჩამოვდიოდი, ჩემთვის ყველაფერი ახალი რო იყო, ძალიან დიდი мотиваცია მქონდა მართლა ყველაფერს ვასწრებდი, ანუ უნივერსიტეტში წასვლას, სამსახურში მუშაობას, სახლში საჭმელის გაკეთებას, ვიდეოს გადაღებას, სწავლას, ყველაფერს ვასწრებდი და ნელ-ნელა უბრალოდ ამ ერთფეროვნებამ და ერთი და იგივე სიტუაციამ ძალიან, ესე ვთქვათ, ნაწილობრივ თავი მომაბეზრა და ძალიან გადამღალა რაღაცნაირად. ხო და ეხლაც მაქვს мотиваცია და ჩემი გეგმები და ჩემი ჩანაფიქრები, მაგრამ ისე კარგად ვერ ვახორციელებ, როგორც მაშინ. ანუ მაშინ უფრო კარგად ვფიქრობდი ჩემს ცუდ თვისებებზე, რისი გამოსწორება მინდოდა, რისი შეცვლა მინდოდა და მაშინ უფრო მეტად ვცდილობდი, რომ ეს ცუდი თვისებები, ცუდი ჩვევები შემეცვალა და ეხლა უბრალოდ ძალიან ბევრი რამისთვის აღარ მყოფნის ენერგია. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს ნელ-ნელა უკეთესობისკენ შევცვლი და რა ვიცი, წლების მერე რომ აი თუნდაც დღეს გადაღებულ ვიდეოს რომ მოვისმენ წლების მერე, აი ვიტყვი იმას, რომ თურმე რამდენს ვშრომობდი. დღეს მე ხომ მგონია, რომ ენერგია არ მყოფნის, ძალა გამოცლილი ვარ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერაფერს ვერ ვასწრებ, მაგრამ წლების მერე რომ ამ ვიდეოს ვუყურებ და სხვა ვიდეოებს რომ ვუყურებ, ძველ ვიდეოებს, ვიტყვი, რომ აი თურმე რამდენ შრომობდი და თურმე შრომა ღირდა, იმიტომ რომ შრომა მოგიყვანა აქამდე. ანუ ეგრეა, შარშანდელ ვიდეოებს რომ ვუყურებ, ძველ ვიდეოებს, ხვდები, რომ რამდენი არა მარტო ვიდეოებს, ზოგადად რომ ვიხსენებ, ადრე როგორ ვიყავი და ეხლა როგორ ვარ, ძალიან ბევრი რაღაც იცვლება ნელ-ნელა უკეთესობისკენ და ესეც უნდა იყოს. ყოველთვის უნდა ფიქრობდე, აი საკუთარ თავს რო ელაპარაკები ძილის წინ, ეგრე უნდა ფიქრობდე ყოველთვის, რომ
რაღაც გამოასწორო, რაღაც შეცვალო უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა. და აი ამ ფიქრებს მიყავხარ იმისკენ, რომ იშრომო იმისთვის, რომ შეიქმნა უკეთესი მომავალი და გამოასწორო ცუდი რაღაცეები კარგისკენ. ეგ არის. თუ არ იშრომე, თუ არ იფიქრე, ისე ვერაფერს ვერ შეცვლი. ჩარჩები ყოველთვის ერთ ადგილას, ერთ სიტუაციაში. მაგრამ მე ბავშვობიდან რომ ვაკვირდები საკუთარ თავს, ყოველთვის მქონდა ის პრობლემა, რომ ყავა მოვიდუღე, რამხელა ჭიქით გემრიელად დავლიოთქო და მაინც გამიცივდა იმდენს ვლაპარაკობ. ხო, რას ვამბობდი? იმას ვამბობდი, რომ ბავშვობიდან როგორი ვიყავი, იცით? ყველა საქმეს მივედმოვედებოდი, ის მინდა, ეს მინდა. მამა ჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, ყველაფერი როგორ გინდაო, ანუ ყველაფერში მონაწილეობას მივიღებდი, რაღაც თუნდაც პროექტებში, თუნდაც ღონისძიებებში, იმაში, ყველაფერში მონაწილეობას ვიღებდი და ეს მნიშვნელოვანიც არის, იმიტომ რომ აი ბავშვობიდან რომ ყველაფერში ჩართული იყო, მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს მიხვდე რა გინდა, რა გიყვარს, რისი კეთება გსიამოვნებს, აი რომ მიაგნო საკუთარ საყვარელ საქმიანობას, საკუთარ პროფესიას და რაღაც შეჩილი ვარ. მაგრამ ყოველთვის ყველაფერი მარტივად მბეზრდებოდა, ანუ საქმე არ მიმყავდა ბოლომდე. კი, ახლა ყველა ადამიანს ბეზრდება ერთი და იგივე სიტუაციაში ყოფნა. თუნდაც ერთი და იგივე სამსახური. ყველა ადამიანს ბეზრდება, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომ მალე ბეზრდება და შედარებით, ესე ვთქვათ, დიდი ხნის მერე ბეზრდება. მე ვარ ეგ პიროვნება, რომელსაც ერთი და იგივე სიტუაციაში ყოფნა ძალიან მალე ბეზრდება. იმიტომ რომ აი ყოველთვის მინდა შემოვიტანო სიახლე ჩემს ცხოვრებაში, რაღაცეები შევცვალო, მაგრამ არის ისიც, რომ სიახლის მეშინია. აი მაგალითად მოლარე კონსულტანტად რომ მუშაობდი და ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. საკუთარ თავს ვესაუბრები ძალიან ხშირად. მოლარე კონსულტანტად რომ მუშაობდი, ვერ ვიყავი კმაყოფილი ხელფასით, ვფიქრობდი იმას, რომ არ მიღირს ეს შრომა ამ ხელფასად და ხედავდი, რომ ძალიან ბევრი ვაკანსიები იყო, რაღაცა ისა, მაგრამ ძალიან მეშინოდა სხვა სამსახურში გადასვლა, რაღაცნაირად სიახლესთან შეგუება და მაინც წელავდი დროს, რომ დარჩენილიყავი ისევ იქ, სადაც ვიყავი. სამსახურის მხრივ ჯობია ეხლა რა თქმა უნდა, რომ ერთ სამსახურში მოეწყო, ერთ გრაფიკს, ერთ საქმეს მიეჩვიო და იყო დიდი ხნით. იმიტომ რომ მე რომ მოლარე ვიყავი, მიჩვეული ვიყავი უკვე იმ 7-8 საათიან გრაფიკს და აი საქმის კეთებაში დრო გადიოდა უცებ და ეხლა ადმინისტრატორად რო გადავედი, კი ისევ იქ ვარ, სადაც ვიყავი, მაგრამ რაღაცეები შეიცვალა, სულ სხვა საქმის კეთება მიწევს, სულ სხვა გრაფიკიც მაქვს ესე თუ ისე რაღაც დღეებში და ჯერჯერობით მაქვს ის სიტუაცია, ის მომენტი, რომ დრო არ გადის. მაგრამ ნელ-ნელა ამასაც ვეგუები რა. ეგ არის. ძალიან ბევრს ხარჯავ კიდე. აი მარტო ჭამაში და მარტო სმაში ვხარჯავ ძალიან ბევრს სამსახურში. ხო და ეგეც უნდა რაღაცა უნდა მოვახერხო ნელ-ნელა ესე კი ეხა ყველა რამდენი რამე გინდა ადამიანს ქირას ვიხდით 600 ლარს, იქ ჩაცმა გინდა, გართობა გინდა, ახალგაზრდა ხარ, ხანდახან სადმე გაისერინებ რაღაცა შეჭამდალებ, ჭამა გინდა, სმა გინდა, ამ ყველაფერს ეს ყველაფერი უნდა მოახერხოს საკუთარი ხელფასით. მაგრამ
მაინც როცა ამდენ შრომობდა, ამდენს მუშაობდა, როცა ესე ძალიან იღლები, ყოველთვის მნიშვნელოვანია დასვენება და ასევე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, თანხის მოგროვება, გადადება რაღაც მიზნისთვის. იმიტომ რომ როცა ამდენ შრომობ, რაღაც მიზანი უნდა გაგაჩნდეს. თორე შენი ნაშრომი ხელფასი რო გეხარჯება ესე ყოველდღიურობაში, მე არ მომწონს. მე ჯერ გადადება კი არა, იმასაც ძლივს ყოფინობ, რაც მაქვს. მაგრამ ეხლა რადგანაც დავწინაურდი და რაღაცა, რაც მეტი გაქვს, მით მეტს ხარჯავ. ეგრეა. მაგრამ რაღაც სამომავლო გეგმები მაქვს. და ესა რა ქვია, უნდა დავიწყო მოკლედ ფულის გადადება. ტელეფონი მინდა, კარგი ტელეფონი. მე ახლა თავისუფლად შემიძლია რომ გამოვიტანო განვადებით ტელეფონი. იმიტომ რომ რავი, სამთვიან სახელფასო, ანუ 3 თვის ხელფასი რო გაქვს ჩანარიცხი და როცა მუშაობ, ესე ვთქვათ, სახელფასოთი გაძლევენ ძალიან მარტივად განვადებას. მაგრამ რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს არის სესხი, განვადება, ბანკთან შეხება, ტოტალიზატორთან შეხება, აი მაგ ყველაფერს ვერ ვიტან. რაშიც თანხა არ მემეტება არის ეგ. და ესა რა ქვია, ძალიან ვერიდები სესხებს და განვადებებს. მით უმეტეს ახლა როცა 600 ლარს იხდი ბინაში, და როცა ამდენი რამე გჭირდება ადამიანს, აღარ გაქვს იმის სურვილი, რომ კიდევ დაიმატო გადასახადები. ასე რომ ჯერ ვაყოფილდები იმით, რაც მაქვს და თავს ვიკავებ. როცა მივხვდები, რომ შევძლებ, როცა მივხვდები, რომ შესაძლებლობა მექნება, მერე უკვე გამოვიტან განვადებით. ასე რომ რა ვიცი. შენი შრომა ყოველთვის ფასდება. ადამიანი თუ ჭკვიანი ხარ და თუ ფიქრობ რა გინდა, როგორ, რისთვის, რატომ, რანაირად, ყოველთვის დაგიფასდება ის შრომა. ძალიან მოვიხარე წელში ამ ბოლო დროს. ქამარი უნდა ვიყიდო და გადავირტყა, თორე აი ესე ვზივარ სულ. დაუბედურობა. ხო, ძალიან მოუკელი ვიდეოების დადებასაც. ანუ მაგ მხრივ ახლა უნდა ვილაპარაკო მაგაზეც ცალკე. ბავშვობიდან მიყვარს სოციალური ქსელები, განსაკუთრებით YouTube, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით, რომ YouTube, TikTok-ი ბინძური პლატფორმა არაა. TikTok-ზე არის, რა ვიცი, გინებები, ერთმანეთზე გადაკიდებები, შური, ბოღმა, ანუ ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება TikTok-ზე. კი, კარგი ადამიანებიც ძალიან ბევრი არიან, მაგრამ TikTok-ი YouTube-თან შედარებით ძალიან ბინძური პლატფორმაა. და YouTube-ი ძალიან მიყვარს. ასევე ის აქვს კარგი YouTube-ს, რომ TikTok-ზე ხა არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ YouTube-ს აქვს გამომუშავება, ესე ვთქვათ, მონეტიზაცია. ძალიან კარგად იცით, რომ YouTube-დან მაქვს თანხა გამონატანი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და 3 წელია ვიდეოებს ვიღებ, ვდებ, რამხელა შრომა მაქვს ჩადებული ამ ვიდეოების დადებაში. ზოგ შეიძლება ეხა ეგონოს, რომ კამერის წინ დაჯდება, ილაპარაკებს და რა უნდაო მაგის, რა შრომა მაგას უნდაო, მაგრამ ზოგს არც იმის ნიჭი აქვს, რომ ესე ვთქვათ, კამერის წინ იმდენად საინტერესოდ ისაუბროს, რომ საკუთარი ესე ვთქვათ, მაყურებლების რაოდენობა მოაგროვოს. ზოგს მაგის ნიჭიც არ აქვს და ზოგს კიდევ უბრალოდ იმის ენერგიაც არ აქვს, რომ ვიდეოები, ესე ვთქვათ, ამონტაჟოს, ტვირთოს. თქვენ არ იცით რამხელა შრომა ჭირდება. ანუ ეხა ამ ვიდეოს რო გადავიღებ 1 საათი უნდა, რომ ისა რა ქვია, გადავაბა ერთმანეთს და ჩამოვტვირთო. 1 საათი უნდა ცალკე YouTube-ზე რო ავტვირთო და ამ 2 საათის განმავლობაში ვერაფერს ვერ აკეთებ. ტელეფონი უნდა გედოს და ესა
სხვა ტელეფონში არაფერს არ აკეთებდი. თორე იმ ვიდეოს ვერ ატვირთავ. iPhone-ზე ეგრეა ხა. Android-ზე კი ვტვირთავდი ვიდეოს და თან ან TikTok-ს სკროლავდი, ან რაღაცას ვაკეთებდი. მაგრამ iPhone-ს არ ვიცი რატო აქვს მსგავსი რაღაც, რომ სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებ თუ ვიდეოს ტვირთავ. ხო და ძალიან დიდი დრო, შრომა და ენერგია ჭირდება და ესე ვთქვათ, მონეტიზაცია მაქვს მე ჩართული, რავი, 5 თვეა ალბათ, 6. და ამ 6 თვის განმავლობაში ორჯერ გამოვიტანე თანხა. კი, საკმაოდ კარგი თანხა გამოვიტანე, ძალიან კმაყოფილი ვარ. მე მგონი 130 თუ 140 евро გამოვიტანე პირველ გამოტანისას, მეორე გამოტანისას ესე 80 ალბათ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ესე 400 ლარამდე მაქვს YouTube-დან გამოტანილი თანხა. ხო და რავი, ძალიან ანუ ბავშვობიდან მინდოდა რომ ყოფილიყავი ცნობილი იუთუბერი და მაქვს მართლა აი რატომღაც საკუთარი თავი წლების შემდეგ წარმომიდგენია რომ ვიქნები ცნობილი იუთუბერი, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს და აი ქუჩაში რომ გაივლის ძალიან ბევრი მაყურებელი რო შეხვდება და აი მე შენი გამომწერი ვარ და ძალიან ესე თბილად რომ გაგესაუბრებიან. აი ეგრე წარმომიდგენია საკუთარი თავი, მაგრამ მაქვს ძალიან ბევრი გეგმები, იდეები ამ მხრივ, როგორ განვახორციელო უფრო საინტერესო კონტენტი, როგორ გადავიღო უფრო საინტერესო ვიდეოები და როგორ გავხადო ჩემი YouTube არხი უფრო მეტად, ესე ვთქვათ, ცნობილი, პოპულარული, მაგრამ ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც მაქვს არის ის, რომ ესე ვთქვათ, ქუჩაში, ხალხში ვიდეოების გადაღება მერიდება. ეხლა თუნდაც მე რო ვიდეოებს არ ვიღებ, თუ ვიღებ 1000-ში ერთხელ, ისიც, ესე ვთქვათ, სახლში, კამერის წინ ვზივარ და ყავას ვწრუპავ. ანუ ხო შემიძლია გადავიღო ქუჩაში, თუნდაც მაღაზიაში რო რაღაცას ვყიდულობ, თუნდაც ტანსაცმლის საყიდლად რომ მივდივარ, ანუ ძალიან ბევრი რაღაცის გადაღება შემიძლია, მაგრამ როდესაც ქუჩაში ვიღებ ვიდეოს, ერთ ადამიანს რო დავინახავ შორს წინიდან მოდის, ეგრევე გავთიშავ ვიდეოს და ტელეფონს ჩავიდებ ჯიბეში. ანუ ძალიან მაქვს ის ხალხთან სიმორცხვის პრობლემა, თორე მართლა ძალიან ბევრი გეგმები და იდეები მაქვს, აი ქუჩის ჩელენჯები, გამოკითხვები, ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს მართლა, იდეები, მაგრამ ვერ ვახორციელებ, იმიტომ რომ ძალიან მორცხვი ვარ და არ შემიძლია ეს ხალხში, ქუჩაში ვიდეოს გადაღება, ხალხის გაჩერება, ჩელენჯების შეთავაზებები. ასე რომ გაჭედილი ვარ ესე ერთ სიტუაციაში. წავედი ახლა მეგობრებო, ესე იგი დღეს არ ვიცი და ხვალისთვის მაინც ავტვირთავ, დაახლოებით 3 ვიდეო მაქვს, 2 სოფელში გადაღებული და 1 ეხლანდელი. ეხლა რასაც ვიღებ და აუცილებლად აგიტვირთავთ და რავი მოკლედ ეგეთ სიტუაციაში ვარ, რომ ვიდეოს გადაღებას კი არა, სახლში ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ და ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ სახლში თუ მოვდივარ დაღლილი და მოვდივარ იმისთვის, რომ დავისვენო, დავიძინო და არაფრის თავი არ მაქვს. აი ეგეთ სიტუაციაში ვარ. აბა თქვენ იცით დროებით და რა ვიცი, ყველანაირად შევეცდები, რომ ხშირად შემოგირბინოთ